ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა ზუსტად აი აქ, საიდანაც უჩამ დაიპყრო ჩემი გული. ამას კი ქონდა დაპყრობილი გული, მაგრამ მე ვერ მითანხმებდა. ისანი, სადაც 17 მაისს შედგა ჩვენი ოჯახი. საცა გავიცანი ზუსტად ეს ადგილი არის ჩემო კაი ხალხო. ზუსტად 17 მაისი იყო, რომ მე და კეთი გავიცანი და შეუვლი და აიქედან წავიყვანა კეთი და წაველი და წაველი. აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია. ურთიერთობა აი ეგრე და სასწაული მოვედი, ასე იდგა სკამები. უჩა იდგა აქ. მოკლედ გიყვებით ერთ მონაკვეთს. აი უჩა. გამოართი და ასე რომ მოვედი მეგობრებო, უჩა იდგა იქით. აქეთ იდგა მეორე ძმაკაცი ზუგდიცკი. მივდივარ და ვეუბნები. ეს სკამები თუ შეიძლება გადმომიღოთ რომ დავჯდე. თუ შეგიძლიათ და საიდან ახართ მეთქი წამოვიდა კითხვა. უჩამ გამცა პასუხი, კახელი ვარ, კირპიჩიჩი. კირპიჩიჩი უჩავარო. ჭაბაშვილიო. გეხარ. ასევე მეუბნება, მე ზუგდიცკი ვარო. კახაო. და რა გჭირდება ქალბატონო, რითი დაგეხმაროთ ამათი სიტყვა ეს იყო მაშინ. და მითხრა რომ ჩვენ მე ბინა მაქვსო კახამ და შემიძლია შეგაფარო დროებით სანამ ბინას იშოვიო. უჩამ თვალში გამატარა, ავდი გატარებული უკვე, ეს გეგმავდა უკვე ქორწინებას. ჩამავლო ხელი, წამიყვანა იქით, წამოდი მეც მაგ ბინა გაჩვენე. და თავისი საძმაკაცის ოთახი მაჩვენა, აი აქ ვიყავი ხოლმე კეთიო და მე მეუთხარი დაძმურად ვიქნები შენთან, მეგობრულად ვიქნები უჩა შენთან. ისე გადააბრუნა სიტყვები, ისე მოთაფლა ის დღე, არ უთანხმდებოდი. ბოლოს მაინც ამომაყოფინა წითელ წყაროში თავი და აგერ ვართ უკვე უტკბილესი, უგემრიელესი, უმაღლესი ცოლქმარი და საყვარლესი, უბედნიერესი ცოლქმარი. გაუმარჯოს უჩას და კეთი.